თავის დროზე ტრადიციული ყოფისა და მეურნეობის შეუფასებლობამ კინაღამ დააცარიელა საქართველოს მთიანეთი. ჯერ კიდევ მამაპაპური გარჯით არსებობს ბევრი სოფელი და მჭედელს დიდი მისია აგისრია. დღესაც სამეურნეო იარაღით ფასდება გლეხის კარმიდან. წინათ კაი მჭედლის ხმასახელი ხალხში ადვილად გავარდებოდა ხოლმე. ერთი ასეთი საარაგოზეს ახალ განთქმული მჭედელი გიორგი ცოცხოლაური დღეს უნდა გაგაცნოს. რიყეში ჩაკარგულა არაგვი. ლილო ჭრელოა ბოდავისა და ვარცლა დოლოშის მყუდრო ხეობაში. აქ სოფელ ჩინჩი ცხოვრობს 80 წლის მჭედელი გიორგი ცოცხოლაური. ბრძენი მშრომელი გლეხკაცი სოფელს რომ ეიმედება ხოლმე ისეთი. ამ სოფელში სახელგანთქმული მზიან მთვარიანი ხალიჩებისა და საჩეჩელ ტარ-პარტენის ოსტატებით ცხოვრობენ. ჩვენი პირველი გაოცებაც ეს ხალიჩა იყო გიორგის მეუღლეს რომ მოუგზოვია ჩინთის დიდი ზამთრის მდგომარეობაში. სამი გრდემლი გავცვითეო, გვითხრა მჭედელმა და ეს ალბათ მისი ნაღვაწის ერთგვარი ზომის ერთეულია. ჭედელი შვილო, ჭედელი ძალიან დიდ რამეს წარმოადგენდა სოფლისთვის. იმიტომ რომ ჭედელი თუ არ გააკეთებდა გუთანს, გურემს, სულს, წალს, აი რაც კი იხმარება ხელით, გლეხისგან და მიწის დასამუშავებლად, ყველაფერს აკეთებდა მჭედელი. შვილო, ყველაფერი მჭედელი აკეთებდა. და ძველი ნათქვამიც კი არის რომ მჭედელიო და ღდელი არ უნდა შემოიმდუროსო კაცმა შვილ გლეხის ნათქვამი ეგ ესე იგი მჭედელი ყო ყველაზე მეტად საჭირო და ღდელი ესე იგი თუ ღდლოთ ხომ მკვდარს ვერ დავმარხავდით არა და ისევე მჭედელი და მჭედლები საერთოდ არც ღარიბი იყო შემოსავალიც კარგი ქონდა მჭედელს აი ღარიბი არ იყო არც ერთ მჭედელი მართალია დღე და ღამე ღამი აი ქათამირო შახილებდა მაშინ გადიოდა მჭედელი გრდემზე ხურასში აი ქათამირო შახილებდა ჩაკუჩის ყმაც ისმოდა მაგრამ ეხლა ღარიბი არ იყო მჭედელი იმიტომ რომ ისეთი ხელობა იყო ესა რომ ყველა კაცს ამასთან ჰქონდა საქმე გუთნი დედას ისე ხელოსანი იყო თუ გლეხი იყო თუ რაც იყო ჯაჭვი სჭირდებოდა თუ სული სჭირდებოდა თუ რამე აი უბრალო რაღაც უბრალო აი ჩაჩანაქვს რო ვიტყვი და აი უბრალო როგორ გითხრათ ეხლა ისეთ უბრალო რამე ისიც კი იმას უნდა გეეკეთა მჭედელს უნდა გეეკეთა ან მაგათად ორი კაცი რო იყო მჭედელი მე აქ როცა მუშაობდი აგე აი მთელი ეს ორი არაგვი აქ ჩემთან მოდიოდა გაიგე ო და რამდენიმე კოლმეუნობა აი ლაფანანთ კარივა ჭოპორტ იქნასინე მოდიოდნენ ჩემთან ხო ახლა ვადგებოდი ყველა ხარკამესავნალავდი დღეში მე 14 უღელ ხარკამესავნალავდი დღეში 28 სულს აი ზაფხული დღეში 14 უღელ ხარკამესავნალავდი ერთ დღეს აბა 28 სული წააქცი ააყენე და ნალების დააბა მე ღმერთმა მაშინ ნურს მაცოცხლოდან დოს მამყოფოს რომ მე ვიღაცა შევამჩნიო რომ უნდოდეს ხელობა და მე იმას არ ვასწავლო მე მიწაში რომ ჩავიყოლო რადმიდა მიწაში მე რამდენიმე საქმე ვიცი და მე მინდა რომ ეს აქად დარჩეს ხალხში დარჩეს
დედა ღვთისმშობელო, წეის წმინდა გიორგიო, ფშავ-ხევსურეთის სალოცავებო, თიურ გუდამაყრისაო, ქართ კახეთისაო, შენ გვიშველი დედა ღვთისმშობელი, შენ კალთა გადმოგვაფარე ყველას. მრავალ დავეცნეთ, წისქვილსა, დაფქულსაცა, ჭინახულს, მოყალი ჭინახულსაცა, დაფქვასაცა. ახალი წისქვილი დალოცა გიორგიმ თავის ხელით გამართული წისქვილი და აცი თებერვლის დიკას წისქვილის ხელით იცნობს. ერთი რამის არის შვილო რომ აქა უნდა აიძრა საქმე ეთხოვოს რაიონის ხელმძღვანელობასაც რომ ეს მე თუ ჩემ დღეს ვეშურები ეგენი მე დამეშურნე რომ სანამ ცოცხალი ვარო აი ახალ თაობას გადავცათ რაღაცა რომ ვასწავლოთ რაღაცა დარჩეს ეს ხელობა არ დაიკარგოს ახლა კი არიან ახლა სპეციალისტები ინჟინრები რაღაც მაგრამ სოფლის მეურნეობისა მაგალითად აღარ არის ხალხი ამი მშოდნე ხალხი რომ ხარკამეთში დანალოს ცხენი დანალოს უთანი გამართოს და ესეთ რამე აღარ არის ეს წედნები დაიხოცა დაბერძენ აღარ არის მე თან დღეს თუ ხვალ მე მოკვდები და მე დაიკარგები ეს საქმე დღეს, როცა თითზე ჩამოსათვლელია საქართველოს სოფლები, სადაც სამჭედლოა და ჭედელიც თავის ადგილზეა, მით უფრო გასაოცარია, რომ ჩვენს დედაქალაქში არიან ადამიანები, რომლებმაც ხელოსნობის ეს დარგი ხელოვნებამდე აიყვანეს. ამაში უთო დარწმუნებით, როცა თემურ სულხანიშვილსა და მის მეგობრებს მხატვარ მჭედლებს გაგაცნობთ. თემურ სულხანიშვილი, ამ სამჭედლოს დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი. ბადრი ამაღლობელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, რომლის სამეცნიერო შრომები ჯავარდენის ეგრეთ წოდებული ბულატის იარაღებსა და არქეოლოგიურ მეტალს ეხება. ლევან სულხანიშვილი, მხატვრული მჭედლობის დიდი ოსტატი. გურამ ბიკოევი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, საშემსრულებლო საქმის ოსტატი, უნიკალური საინჟინრო პოტენციის მქონე ფართო პროფილის ინჟინერი. გიორგი წოწყოლაური, 14 წლის, ჩვენი ჩინთელი მჭედლის გიორგის შთამომავალი. თემურ სულხანიშვილი. 1978 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. მეოცნები, თავისი საქმის ენთუზიასტი. თემურის ნაკეთობანი დღეს უკვე ჩვენი ქალაქის არქიტექტურის შემადგენელი ნაწილია. მათ შორის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ჭიშკარი.
ჩვენს დიდ წინაპრებზე ბრძანებდა მეისტორიე. ესე იყო კვერით ხუროი და ჭედელი რვალისაი და რკინისაი. ნუ გააცივებთ ხურას ბიჭებო. ფსევდობაროკანული სტილის ნამუშევარი არის და ჩვენი სახელოსნოსათვის აი ესეთი მოცულობის სამუშაო და არა მარტო სახელოსნოსათვის, არამედ მთლიანად იმდროინდელი იმპერიისათვისაც კი ძალიან დიდი მასშტაბისა იყო. თითქმის 4 წელი მოუნდით ჩვენ ამის კეთებას. დაცული იყო აბსოლუტურად სულ ყველაფერი ის, რაც იხმარებოდა ტექნოლოგიურად ფსევდობაროკანული სტილის ნამუშევრების, საერთოდ ამ სახის პლასტიკის საქმეში.